საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო. ამას ამტკიცებენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არავინ და არაფერი არ უხსნა ამ თემას. ჩვენ არ გსურს გავაგრძელოთ საბჭოური ტრადიცია და ტაბუ დავადოთ იმას, რის გარეშეც ახალი სიცოცხლე არ ჩნდება. რაც სიყვარულის ლოგიკური გაგრძელებაა და რაც ჯანმრთელი ოჯახის საწინდარია. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში ყოველ სამშაბათს 22 საათსა და 15 წუთზე არაერთი გახმაურებული თოქ-შოუს ავტორი დაფნა და სექსოლოგიის პროფესორი ზურაბ მარშანია პასუხს გასცემენ იმ ინტიმურ კითხვებს, რომელსაც ექიმის გარდა ვერავის გაუმხოთ. გადაცემა აკრძალული ხილი. საუბრების სექსზე და არა მხოლოდ. 16 წლამდე ასაკის მოზარდები ყოველი შემთხვევისათვის მოაცილეთ რადიო მიმღებებს. რადიო იმედის ეთერშია გადაცემა აკრძალული ხილი. საუბრების სექსზე და არა მხოლოდ. 16 წლამდე ასაკის მოზარდები ყოველი შემთხვევისათვის მოაცილეთ რადიო მიმღებებს. მშვიდობის ქალბატონებო და ბატონებო 2016 წლის პირველი გადაცემა სახელწოდებით აკრძალული ხილი უკვე პირდაპირ ეთერშია. დიდი სიამოვნებით გილოცავთ ყველა დღესასწაულს, რომლის მოლოცვაც ვერ მოვახერხეთ, იმის გამო რომ ეთერში არ ვიყავით და ჩვენმა ხელმძღვანელობამ ესე დაგვასვენა მშვენივრად. თავს წარმოგიდგენთ. საშობაო ვარდადეგები გაგვიგრძელდა. კი, გაგვიგრძელდა მე მგონი ცოტა. თავს წარმოგიდგენთ მე დაფნა გახლავართ, რადიო იმედის საავტორო პროექტების წამყვანი, ბატონი ზურაბი უკვე გამოჩნდა ეთერში, მისი ხმა გაიგონეთ და ეს არის საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი, ექიმის სექსოლოგი ზურაბ მარშანიას ხმა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონო ზურაბ. მოგესალმებით დაფნა, მოგესალმებით ძლფასო რადიოს მშვენივრებო, მოგილოცავთ ყველაფერს, გილოცავთ ყველაფერს. პირველი გადაცემა 2016 წლის და რაღაცა ღელვა მამიდანა სხვათა შორის. დიდი ხანი ეთერში არ ყოფილვარ, მომენატრა ეს სტუდიაც, თქვენც ძალიან მომენატრეს და ჩვენი რადიო მსმენელებიც. რა გითხრათ ახლა ჩვენი მსმენელების SMS-ებთან დაკავშირებით რა მოგახსენოთ, რო გითხრათ, რომ მომენატრა მეთქი ის შეკითხვები, რომელიც ძირითადად ისმება პირდაპირ ეთერში, უკვე ცოტა სასაცილო ჟანრში გადავიდა მე მგონი ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში ბატონო ზურაბ, რაც მე და თქვენ დავისვენეთ ეთერში არ ვიყავით, საზღვარგარეთ ვიყავით თუ რაღაცას ვაკეთებდით, მოკლედ დაგროვდა რამდენიმე კითხვა ჩვენი რადიო მსმენელებისგან და თითქოს არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ერთ და იმავე დროს სამ ადამიანმა დაახლოებით ერთი და იგივე შინაარსის კითხვა დასვა. მე შემდგომში რომ შევედი ჩვენს Facebook-ის გვერდზე ვნახე. მოკლედ დღევანდელი გადაცემა მივუძღვნათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვახსოვდით ამ ხნის განმავლობაში, რომლებსაც კითხვები ჰქონდათ თქვენდამი, ჩემდამი არა და მინდა კიდევ ერთი რამე აღვნიშნო. ძალიან კარგია, როდესაც გელოდება რადიო მსმენელი, რომელიც გიგზავნის მოკითხვებს, რომელიც გილოცავს ახალწელს ყველაფერს და კიდევ უფრო სასიამოვნოა ეს პირველი გადაცემა, როდესაც იცი რომ გელოდებიან ადამიანები. სხვა შორის ჩვენი საინფორმაციო წამყვანმა ამასწინათ მესიჯი მომწერა, რომ დაფნა როდის ბრუნდებით, იმიტომ რომ იმდენი ზარია შემოსული, ხო არ მოიხსნა გადაცემა 2016 წლიდან და ძალიან ღელავდა ჩვენი რადიო მსმენელები, ხო შეეშინდათ, როგორც მერე გაირკვა. ესეც ძალიან სასიამოვნოა, ეს ღელვა რო თურმე გაქრი საეთერო სივრციდან და ასე აღელდა რადიო მსმენელი, ესეც ძალიან სასიამოვნოა. არა, უნდა გავიმეოროთ ეს ბანალური ბერტ ჰაუტმანის ცნობილი, ასე ვთქვათ, პიესის დასახელება, ოპალია ჩვენ ვცოცხლობთ. კი, ჩვენ ვცოცხლობთ, გადაცემა გრძელდება და გარდა იმისა, რომ რადიო მსმენელების კითხვებს ვუპასუხებთ, რომლებიც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში Facebook-ზე გვწერდნენ შეკითხვებს, რა თქმა უნდა, მე გაგიმეორებთ იმ ნომრებს, რომელზედაც დღეს შეგიძლიათ ჩვენთან დაკავშირება. ეს გახლავთ SMS ნომერი. აბსოლუტურად ყველა მობილური ოპერატორიდან იგზავნება ერთსა და იმავე ნომერზე 917778 და სხვათა შორის არ არის ძვირი SMS-ის გამოგზავნა, სწორედ იმდენი ჩამოგეჭრებათ ანგარიშიდან, რამდენიც დააწესა თქვენმა მობილურმა ოპერატორმა. ასევე შეგიძლიათ ჩვენთან ტელეფონით დაკავშირება. ჩვენი სტუდიის ნომრებია 2921188 და 2921199. ну, ეს იმ შემთხვევაში თუ პირდაპირ ეთერში
დაგვისვამთ შეკითხვას და არ მოგერიდებათ. თუ გერიდებათ, მაშინ როგორც უკვე გითხარით, SMS ნომერი 917778 ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან, ოღონდ შემთხვევნა იქნება, რომ ქართული შრიფტით არ გამოაგზავნოთ SMS-ი, იმიტომ რომ პროგრამა, რომელიც ჩვენ შემდეგ გვიშიფრავს ამ SMS-ებს, სამწუხაროდ ქართულ შრიფტზე არ არის მომართული და ვერ ვკითხულობთ იმ SMS-ებს, რატომღაც მხოლოდ ციფრები ჩანს და ასოები არ ჩანს იქ. აი თითქმის სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. ხო, სხვა შორის რადიო მსმენელები, რომლებიც გვისმენენ საზღვარგარეთ, ძალიან დიდი არმია უკვე ამ ძირითადად ქალბატონების, როგორც ვიცით, ზოგადად საქართველოსთან უფრო ქალბატონები არიან საშოვარზე წასულები. ისინი გვისმენენ, მათ ძალიან ბევრი შეკითხვა აქვს, გარდა ამისა უთბილეს წერილებს გვწერენ, ბატონოზურაბ, მე წაგაკითხებთ შემდგომში. ძალიან უყვარვართ, თქვენ ძალიან დიდი სიყვარულით გიგზავნიან მოკითხვებს, გეხუტებიან, გკოცნიან და მოკლედ ისეთი სითბო იღვრება ვერ წარმოედგენთ. ძალიან სასიამოვნო ეს ყველაფერი. ნამდვილად. მოკლედ გადაცემის დასაწყისისთვის ალბათ კმარა, ბატონზურაბ, მე მაინც მინდა რომ რაღაცა პატარა რეზუმესავით გავუკეთოთ 2015 წელს. რახან ეს 2016 წლის პირველი გადაცემაა. ძალიან ბევრი რამ მოხდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩვენ გადაცემაში ძალიან ბევრ სხვადასხვა თემას შევეხეთ და სანამ მე დავიწყებ რადიო მსმენელების SMS-ების მიღებას და კითხვას, მე მინდა რომ თქვენ რაღაც მიმოხილვასავით გააკეთოთ 2015 წლის. ნამდვილად მოხარული ვარ იმისი აღნიშნით, რომ 2015 წელი ჩვენი გადაცემისთვის, მოდი დავიწყოთ მაინც ჩვენი გადაცემით, აღმოჩნდა წარმატებული მართლაც. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიტყვი რომ ეს ასე ვთქვათ, ეს სპონტანურად მოხდა, ჩვენ გეგმავდით რომ პროექტის სახეცვლილება მომხდარიყო, შემოქმედებითად გაღრმავებული იყო აი ეს კონტაქტი, ეს ინტერაქტივი ჩვენ მსმენელთან, რაც ჩვენ მოახერხეთ და თუნდაც ის რომ აი არსებობს საკმაოდ დიდი, ეხლა რო ახსენეთ თქვენ დაფნა ფან-კლუბი ჩვენი საზღვარგარეთ და საქართველოში, ჩვენი ერთგული მაყურებლებისა, რომლებიც მაყურებლებისა არა, მაყურებლებისაც. კი, მაყურებლებიც არიან, იმიტომ რომ ჩვენ მსმენელებისა და მაყურებლებისა ჩვენ მაუწყებლობა გვაქვს პირდაპირ ინტერნეტით და ეხლა დავუქნევთ ხელს ყველას, ვინც გვიყურებს. ნამდვილად დავუქნევთ და ის ორიოდ გადაცემა რო არ იყო და ესე რო შეშფოთდნენ, ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ გველოდებიან ეთერში და ჩვენ ვართ მოთხოვნადი. ანუ ესე იგი ძირითადი მოვალეობა, რაც ჩვენ გავაკეთეთ, არა, რაც დავისახეთ, არა, შესრულებულია. მოთხოვნადია, რეიტინგულია ჩვენი გადაცემა და მოუთმენლად ელოდება რადიოსმენელი, როდის გავა ეთერში აკრძალული ხილის მორიგი გადაცემა. ეს არის ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მიღწევა. რომ არაფერი ვთქვათ იმ თბილ რეცენზიებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი რადიოსმენელებიდან. რა არის კიდევ მნიშვნელოვანი, რა იყო მნიშვნელოვანი 2015 წელს? მნიშვნელოვანი ის იყო, რომ თემატიკა გაფართოვდა ჩვენი გადაცემებისა და უკვე მოიცავდა აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, როგორც სამედიცინო მიმართულებას, ასევე სოციალურ მიმართულებას, სექსოლოგიისა, სქესობრივი ცხოვრებისა, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებისა, სქესობრივი აღზრდისა და ეს იყო ზუსტად ის, რასაც მოელოდა ჩვენგან რადიოსმენელი. ესე იგი ის პროდუქტი, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ, არა, ჩვენი ток-შოუს სახით, ეს იყო ის, რასაც მაყურებელი ელოდა. რაც მას არ ქონდა. და ამაში ახლა მართალი გითხრათ, დიდი მოულოდნელობა არ იყო, იმიტომ რომ ესეც მაჩვენებელია იმისა, რომ ასეთი სახის გადაცემები ქვეყანაში საკმარისი არ არის. ინფორმაცია სქესობრივი აღზრდის შესახებ საკმარისი არ არის, პრაქტიკულად არ არსებობს. და ტელევიზიების ეთერებიც არა, ნამდვილად არ არის განებივრებული, საერთოდ რო არ იყოს ეგრეც არ არის, მაგრამ 1000-ში ერთხელ იშვიათად ძალიან ხშირად მედიას წოდავს, განსაკუთრებით ბეჭდვითი მედია, ზოგჯერ ისეთი ინფორმაცია გადის, გუშინ წინდელი კი არა, წინა საუკუნეებს მაგონებს რა, რომელიც აი ხანდახან სამარცხვინოც არის და მე ძალიან გული მტკივა ჩვენი კოლეგების გამო, ვინც ესეთ ასე ვთქვათ დაუდევრობა ვთქვათ მაგას, უცოდინარობა, ალბათ სქესობრივი გაუნათლებლობა, ყველაზე სერიოზული პრობლემა.
დღეს მქონდა მე საუბარი, შეხვედრა მქონდა ძალიან საინტერესო ჩემ მეგობართან, უფროს მეგობართან და მასწავლებელთანაც ვიტყოდი ესე, რეპროდუქტოლოგიის ფუძემდებელთან საქართველოში, პროფესორ არჩილ ხომასურიძესთან და მე მართალი გითხრათ, როგორც ექიმმა სექსოლოგმა მისი ხელმძღვანელობით ჟორდანიას ინსტიტუტში ავიდგი ფეხი 80-იანი წლების მიწურულს. ძალიან დიდი ხანი გავიდა, მაგრამ მაშინ სულ ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, ბატონი არჩილი უფრო გამოცდილი იყო და ხაზგასმით აღნიშნა დღეს ჩვენ საუბარში, რომ იმდენად დაბალია სქესობრივი განათლების დონე ჩვენ ქვეყანაში, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სქესობრივი ინვალიდების, ასე ვთქვათ, რანგში შეიძლება იყოს განხილული. ესეთი იყო ბატონი არჩილის გამოთქმა და არ შეიძლება ამას არ დავეთანხმოთ. ეხლა ეს შეურაცხყოფელი კი არ არის ინვალიდი. ეს ნიშნავს, რომ ესე იგი გაუნათლებლობა იწვევს რა ადამიანის სქესობრივი ჯანმრთელობის დარღვევას, უშუალოდ სექსუალური დისფუნქციების მიზეზიც არის ბატაშორის. ამაზე ყოველთვის ვამბობდით ჩვენ. და როდესაც ეს ფაქტობრივად ესე იგი ხდება მართვის გარეშე, ხო? ექიმის გარეშე, ან არაკომპეტენტურ ექიმებთან მიდის, ესეც ხშირად ხდება სამწუხაროდ და ეს უფრო სამწუხაროა. არასექსოლოგებთან, ისინი სწოდავენ არაკომპეტენტურებით ჩვენ სფეროში. უკვე რეალურად ესე იგი ვიღებთ ისეთ სიტუაციას, რაც მართლაც ინვალიდობას წააგავს რა. ბატონო ზურაბ, სხვათა შორის ესეთი კითხვა, რომელიც მე მგონია იმ სფეროდან არის თქვენ რაზეც საუბრობთ. შეიძლება თუ არა ბავშვის სქესის დადგენა ჩასახვამდე? ჩასახვამდე? ხო. არა, ჩასახვამდე არა. ჩასახვის მერე კი. აი ეს კითხვა, ჩასახვამდე ბავშვის სქესის დადგენა. ეს სათესლო ჯირკვალში რომ იმყოფებიან სპერმატოზოიდები და აი როგორ წარმოუდგენია ადამიანს უბრალოდ აი არ ვიცი, არ მყოფნის უბრალოდ მე ფანტაზია არ მყოფნის. ესეც სქესობრივი გაუნათლებლების ტიპიური, ასე ვთქვათ, მაგალითია და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, უბრალოდ გასაკვირი უკვე ჩემთვის. გასაკვირი არ არის ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი და მე გავაგრძელებთ ვიტყვით ესე იგი. გავაგრძელოთ საინფორმაციო გამოშვების შემდეგ. რატომ არის სამწუხარო? კი. აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშენიესთან ერთად. აკრძალული ხილი. განვაგრძობთ გადაცემა სახელწოდებით აკრძალული ხილი. მე და ბატონ ზურაბებს საუბრობდით სწორედ იმაზე, რომ ძალიან დაბალი არის სქესობრივი განათლების დონე საქართველოში. ხუთრებით სამწუხარო ჩვენ ქვეყანაში. რატომ არის განსაკუთრებით სამწუხარო? რატომ მიმდინარეობს? რა არის იცით? საერთოდ სქესობრივი განათლების ნაკლებობა ეს არ ახალია მთელ სოფლიოში. ძველია. საკმაოდ ძველია და მე ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელ მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც ეს პრობლემა ბოლომდე არის გადაჭრილი. არ არის გადაჭრილი. რა თქმა უნდა, ეხლა დასავლეთის ქვეყნები გაცილებით წინ არიან წასული ამ მიმართულებით ვიდრე ჩვენ, მაგრამ არის მთელი რიგი ქვეყნები, სადაც სერიოზული პრობლემები არსებობს ამ თუ იმ მიმართულებით რა. რომ არაფერი ვთქვათ ჩვენ რეგიონზე, სადაც ჩვენ სავიდო მდგომარეობაა. მაგრამ საქართველოში ეს არის განსაკუთრებით ესე იგი მძიმე, რატო იცით? გაგიკვირდებათ რა. 21 საუკუნის უკვე მეორე 10 წლეული იწურება, ხო? 21 საუკუნის მეორე 10 წლეული. და იმის მაგივრად ამ მიმართულებით წავიდეთ წინ, საქართველოში მივდივართ უკან. და მე ძალიან ადვილად დაგიმტკიცებთ ამას. ეს სულ რამდენიმე ფაქტს ვიტყვი რა. რა დამიმტკიცეთ? კი ბატონო. ფაქტი ნომერი პირველი. იმის მაგივრად სექსოლოგია როგორც ინტერდისციპლინარული, ასე ვთქვათ, დარგი და სფერო, მედიცინის დამოუკიდებელი დარგი, როგორც არის მოწინავე ქვეყნებში აღიარებული. ყველა მაგალითად დასავლეთის ქვეყანა მოწინავე ამ სფეროში კი არ არის დაფნა. აი მაგალითად რო ავიღოთ ზოგიერთი ქვეყანა, აი დიდი ბრიტანეთი, სკანდინავიის ქვეყნები, ხო, აი შვედეთი, დანია. აი იქ არის ძალიან სერიოზული, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები.
ძალიან მაღალ დონეზე ეს ყველაფერი. იქ არავინ ეჭვის ქვეშ არ აყენებს, რომ სექსოლოგია ეს დამოუკიდებელი დარგია, ინტერდისციპლინარული დარგია, რომ უნდა არსებობდეს სპეციალისტი ექიმი ყველა ევროპულ ქვეყანაში ესე არ არის. იქ სხვანაირად არის. დაახლოებით ისე როგორც ჩვენთან. მაგრამ საქმე რაშია, იცით? ანუ არის ქვეყნები, სადაც არ არის საერთოდ ეს დარგი განვითარებული და აღიარებული? არა. მაგალითად? იქ არის მონოდისციპლინარული პრინციპის, ასე ვთქვათ, ზეობა. ანუ ცალკეული სპეციალობის ექიმები, აი მაგალითად უროლოგები მკურნალობენ ერექციულ დისფუნქციას, გინეკოლოგები მკურნალობენ ანორგაზმიას და ვაგინიზმს, ხო? და ასე შემდეგ. ფსიქიატრები მკურნალობენ, ასე ვთქვათ, ფსიქოგენური გენეზის სექსუალურ დისფუნქციას. არის სრული ქაოსი. სრული ქაოსია რა, აი დამეწმუნეთ რა, ვიცი ეს ყველაფერი. მე ნუ მიმტკიცებთ მე თქვენი მჯერა. ნამდვილად ვიცი და სხვა შორის ვდავობ კიდევაც მაგათთან და სხვა შორის სერიოზული არგუმენტები არ აქვთ. საწინააღმდეგო. ჩვენთან რატოა საოცარი მდგომარეობა საქართველოში და საერთოდ ყოფილ საბჭოთა კავშირში? ამ ხრივ გაცილებით მეტი პროგრესი იყო წინა წლებში, ვიდრე არის დღეს. ჩვენ ფაქტიურად ინტერდისციპლინარული მიდგომიდან, ინტერდისციპლინარული პრინციპიდან სექსოლოგიისა, რომელსაც ჩემმა მასწავლებელმა ჩაუყარა საფუძველი გასული საუკუნის 70-იან წლებში არა, და რაზედაც გავიზარდეთ ჩვენ ყველადი სექსოლოგები, ხო? დღეს ფაქტიურად ესე იგი გადაუხვია ჩვენმა ქვეყანამ ამ გზას და უკან წამოვიდა რა. საითკენ ვივლით, ესე იგი მივალთ თუ არა ქვის ხანამდე და პირველყოფილ თემურ წყობილებამდე მე არ ვიცი, მაგრამ რეალურად მოხდა ის, რომ ჩვენმა სამინისტრომ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფის სამინისტრომ სექსოლოგია როგორც სერტიფიცირებადი დარგი გააუქმა. ამაზე ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ გასულწელს. ბევრი ვიბრძოლე პირადად მე, ჩემი კოლეგებიც დამეხმარენ, მაგრამ ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, მოძრაობა არის, მაგრამ შედეგი არ არის, იცით? მე შედეგით ვაფასებ, თორე ახლა სურვილებს რა ჯობიაგაც. მაგრამ კეთილი სურვილებით გზა სად არის მოფენილი და მოკირწყლული, საითკენ? ჯოჯოხეთისკენ, ხო? კეთილი სურვილების მე არ მჯერავს. მე მჯერავს რეალური საქმის. რეალური საქმე ჯერ არ არის. გავიდა დიდი ხანი უკვე, თითქმის 6 თვე, ყველაფერი არის ადგილზე. ესე იგი ჩვენმა სამთავრობო სტრუქტურამ რაც გააკეთა. რას აკეთებს უმაღლესი სკოლა? სადაც რეალურად არა, პირველ რიგში ექიმების, ასე ვთქვათ, სექსოლოგიის სფეროში განათლებულობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ესე იგი, აქ ლაპარაკი არის სამედიცინო პროფილის, ასე ვთქვათ, უნივერსიტეტებზე. არც ერთ საქართველოში არსებულ მრავალ სამედიცინო პროფილის უნივერსიტეტებში სექსოლოგია არ შეისწავლება. არც ერთში. არც თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში და არც სხვებში. სატრაბახო არავის არ აქვს. რაც შეეხება, ესე იგი, უმაღლეს სკოლაში უნდა იყოს სქესობრივი განათლება მაინც, აი სექსოლოგიის კურსი, თუნდაც რაღაცა სოციალური ასპექტები სექსოლოგიისა, რომელიც სტუდენტების სქესობრივი განათლების დონეს მაინც აამაღლებს. იყო ის. ისიც დაიხურა, ან იხურება. აი ახლა თქვენ თვითონ იმსჯელეთ რა, აი რა სიტუაციაში ვართ ჩვენ. და აი ვარ თუ არა სწორი, როდესაც ხანდახან ჩემ შრომას ამ სფეროში არა, ჩვენი მოსახლეობის სქესობრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესების, სქესობრივი განათლების ამაღლების სფეროში, აი პირადად ჩემ ძალისხმევას და ჩემი სხვა კოლეგებისას სიზიფეს ძალისხმევას რო ვადარებ. ტყუი ვარ რამეს? არა, გეთანხმებით აბსოლუტურად. რას აკეთებდა სიზიფე? ეს ხო არის ძველი ბერძნული მითოლოგიის გმირი ერთ-ერთი მეფე, რომელიც დაწყევლა ერთმა ჯადოქარმა და მიუსაჯა მას თავისი, ასე ვთქვათ, დანაშაულის გამო, აი ესეთი ბედისწერა, რომ მთელი, ასე ვთქვათ, მუდმივად უნდა ატაროს ლოდები, აიტანოს მძიმე ლოდები, ქვის ლოდები მწვერვალზე
და რა თქმა უნდა მწერვალზე ხო ვერ დადებს იმ ლოდს და ისევ ეს გადმოგორდება და ისევ თავიდან და ისევ აი ეს არის რა და რა თქმა უნდა ეს გულსატკივარია და რა თქმა უნდა ეს სერიოზულ ასე ვთქვათ იწვევს ფიქრებს და რაც არ უნდა გეჩვენებათ რომ რაღაც მიზან მიმართული რა თქმა უნდა მეჩვენება რა თქმა უნდა აქ რამდენიმე ლობი არის სერიოზული ლობი არის და ახლა არ მინდა ახლა ხელი დავადო ვინმეს მაგრამ აი ლოგიკურად აი რომაული სამართლის პრინციპი არის რაღაცა რო ხდება დანაშაული და ეს დანაშაული ხდება რა ჩემი აზრით ეს არის დანაშაული ერის წინაშე როდესაც ამ სფეროში არათუ არა იცით რა მაინტერესებს რას ერჩიან ამ სექსოლოგიას აი რას უშავებთ ძნელი სათქმელია რას უშავებს აქ არის როგორ იცით კი არ უშავებს აქ არის რაღაცა პირადი ინტერესი საერთოდ რა არის იცით როდესაც საქართველოსია ლაპარაკი ჩვენ საზოგადოებაზე ქართულ საზოგადოებაზე და ჩვენ სახელმწიფოზე აქ ერთი პრობლემაა რა უნდა გავიხსენოთ აი შესანიშნავი ფილმი ლეონიდ გაიდაის შესანიშნავი ფილმი კავკასკაია პლენიცა სადაც თუ გახსოვთ აი ყველაზე ესეთი სასაცილო ეპიზოდი არის როცა ამ პატარა ძალს მას რა ქვია როყიდიან რა ფრუნზიკ მიკიტიჩიანი და საახოვი როყიდიან 20 ბარანო 25 როცა ეუბნება ეს საახოვი რომ აი 25 ბარანო ბევრია 25 სხვარიო კაცო სადარიო ჩვენმა რაიონმა გეგმა არ შეასრულა один путой своей собственной жизнью государственным ესე იგი საქართველოში ქრონიკული პრობლემა ჩვენი საზოგადოების რა არის იცით დაფნა პირადულ და სახელმწიფოებრივ პირადული და საზოგადო ერთმანეთისგან ვერ გაგვიმიჯნია ჩვენ ყველაფერს უყურებთ მხოლოდ პირადული თვალთახედვიდან და ეს შეუთავსებელია პატრიოტიზმთან შეუთავსებელია სახელმწიფოებრიობის განცდასთან რაც საქართველოში არ არის მე არ ვიტყვი რომ ნოლია მაგრამ ძალიან დაბალ დონეზეა რა არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება რაზე ელაპარაკი სახელმწიფოებრიობის განცდის გარეშე და რეალური და არა ჭიქის პატრიოტიზმში მაგრები ვართ რა ტაშპანდურში ცეკვა თამაში და ჭიქებში რა სმაში მაგრები ვარ და ჭამაში მაგრამ იცით რა ასე სოფელი ვერ აშენდება ესეთი გზა ტაძრამდე ვერ მიგვიყვანს ჩვენ და სამოქალაქო საზოგადოებად სახელმწიფოებრიობის განცდის გარეშე როდესაც შენ კარგათაგა გააზრებული რა არის საზოგადო ინტერესი და რა არის პირადი ინტერესი და დამიჯნული გაქვს ეს ერთმანეთისგან და არ ურევ ერთმანეთისგან ამას აი მაშინ არის სამოქალაქო საზოგადოება ჩვენთან ეს არ არის ახლო მომავალში ეს ბჭყალებში ესე იგი რომ ვთქვათ გადატანითი მნიშვნელობით არ გვემუქრება ეს არ გვემუქრება ჩვენ ნამდვილად რა და შედეგი რა არის შედეგი ის არის რომ აი ჯანმრთელობის ადამიანის ჯანმრთელობის ასე ვთქვათ სავალალო დონე მოდიან ჩემთან ყოველ დღე ახალგაზრდები და არც თუ ახალგაზრდა და შეიძლება ხანში შესული მამაკაცები, ქალები, უმძიმესი პრობლემებით, რომელიც საერთოდ არ გაუჩნდებოდა მას, სქესობრივი განათლება ელემენტარულ დონეზე მაინც რო იყოს საქართველოში. და ეს იმათ სინდისზე იყოს. ვინც ამ საქმეს ხელს უშლის რაღაცა პირადი ინტერესით. რაღაცა ლობირება მე არ მინდა მე დავა კონკრეტო რა. ბატონო ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არსებობს ეს გადაცემა და არსებობს აი ამის მშვენიერი შესაძლებლობა. რატო კონკრეტებ ხოიცით არა? ვიცი. ხვდები ყოველ შემთხვევაში. არსებობს ესეთი შესანიშნავი შანსი, რომ ექიმ სექსოლოგს დაუსვან შეკითხვები ჩვენმა რადიომსმენელებმა და გადაცემის მეორე ნახევარში ყველას უპასუხებთ. ჩვენ ვართ რო იტყვიან წინააღმდეგობის კერა რა, წინააღმდეგობის კერა, რომელიც არ ნებდება რა. ჩვენ ალბათ ვართ აი როგორც ვატერლოოს ბრძოლა რომ მიდიოდა და ბოლოს ძველი გვარდია ნაპოლეონის ხო ორი გვარდია ყავდა ახალგაზრდა გვარდია და ძველი გვარდია ძველი გვარდია იყო გამობრძმენელი არც ერთ ბრძოლაში ძველი გვარდია არ შეუშვია არ გამოუყენებია ეს იყო ბოლო რეზერვი ერთადერთი ბრძოლა სადაც ძველმა გვარდიამ მიიღო მონაწილეობა ეს იყო ვატერლოოს ბრძოლა ნაპოლეონის ბოლო ბრძოლა გენერალური
და ეს ბოლო ასე ვთქვათ წინააღმდეგობის წერტილი ვატერლოოში იყო აი ზუსტად ძველი გვარდიის შებრძოლება და ინგლისელმა ოფიცერმა უკვე გარშემორტყმულ არტილერიით გარშემორტყმულ გვარდიელებს რო უთხრა დაგვნებდით ბატონო ჩემო წინააღმდეგობას აზრი არა აქვს პასუხი იყო ფრანგული სიტყვა მერდ მერდ ნიშნავს განავალს როგორ ბედაო შენო მართალი არის სხვა ვერსია გვარდია ყდება მაგრამ არ ნებდება ეს არ უთქვამს მერდ თქვა ფრანგული სიტყვა მერდ ну რა თქმა უნდა სინანულით ინგლისელებმა გახსნეს ცეცხლი და გაანადგურეს მე მინდა შევახსენო რომ ჩვენთან შეუძლიათ გამოგზავნონ SMS-ები ნომერზე 9178 ბატონ ზურაბი გადაცემის მეორე ნახევარში ანუ 11 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ რომ საათი დადგება აი იმ გადაცემის მეორე ნაწილში აუცილებლად უპასუხებს თქვენს ყველა შეკითხვას 9178 არის აბსოლუტურად ყველა მობილური ოპერატორისთვის რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს და SMS-ის ღირებულება გახლავთ სწორედ იმდენი რამდენიც დააწესა თქვენმა მობილურმა ოპერატორმა რაც შეეხება ჩვენი გადაცემების მოსმენას რომელიც აქამდე ან გამოგჩათ ან საერთოდ წარმოდგენა არ ქონდათ რომ რადიო იმედის სამშაბათის ღამის ეთერში არსებობს ასეთი ток-შოუ და გინდათ რომ რომელიმე გადაცემა მოისმინოთ მარტივად ხდება ეს ყველაფერი YouTube-ის მეშვეობით დღიდან დაფუძნების ამ გადაცემის 105-სა და 9-ზე აბსოლუტურად ყველა გადაცემის ჩანაწერი მარტივი მოსაძიებელი არის სწორედ YouTube-ზე. მხოლოდ ის უნდა გითხრათ რომ გადაცემა და გადაცემის სათაური უფრო სწორედ საძიებო სისტემაში ქართული შრიფტით უნდა შეიყვანოთ, ეს განსაკუთრებით მათთვის, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს და რატომღაც არ სარგებლობს ქართული კლავიატურით, ქართული შრიფტით შეიყვანეთ რადიო იმედი აკრძალული ხილი და აუცილებლად ნახავთ აბსოლუტურად ყველა იმ გადაცემას, რომელიც უკვე თითქმის 3 წლის განმავლობაში რადიო იმედის ეთერში გასულა. ჩვენ ძალიან ბევრი SMS-ი გვაქვს ბატონო ზურაბ, დღეს რაღაცა ეთყობა გველოდებოდნენ და მართლა ძალიან ბევრი SMS-ია და ხომ არ დავიწყოთ ნელ-ნელა. ხომ არ დავიწყოთ მეთქი ნელ-ნელა უკვე. დავიწყოთ? არ იქნებით წინააღმდეგი. ძალიან მოგვანატრებთ. სანამ დავიწყებთ, მაინც ესე იგი მე გაგაწყვეტინებ. მიცეთ პირობა ჩვენს რადიო მსმენელებს, რომ ჩვენ არ დავნებდებით. ასევე როგორც ნაპოლეონის გვარდია, იმედია არ გაგვანადგურებენ. ერთი წუთით ეხლავე. ბატონო ზურაბ ძალიან მოგვენატრეთო, მეუღლე როგორ ყავთ? სულ ბედნიერები იყავითო? მადლობა, დიდი მადლობა. როგორ არის თქვენი მეუღლე? უპასუხეთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს თქვენ პირდაპირ. სამწუხაროდ ვერ გამოჯამთელდა ჯერ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უფლის შეწევნით და ექიმების ძალისხმევით რომლებიც ყველანი ჩემი მეგობრები არიან, ვინც გურნალობს მას. მოვახერხებთ, რომ გაჯანსაღდება. საღამომშვიდობის მაინტერესებს პრეზერვატივის გარდა კიდევ რა საშუალებები არსებობს, რომ არ დავორსულოთ ქალიო? გვეკითხები. უამრავი საშუალებები არსებობს და სხვათა შორის ამ საშუალებების არ ცოდნა, ესეც სქესობრივი განათლების ძალიან დაბალი დონეა. აი მაგალითად პრეზერვატივი ეს თავისთავად არის უნივერსალური და ალბათ აი ყველაზე უფრო მარტივად გამოყენებადი, ეფექტურობაც საკმაოდ მაღალია. მაგრამ არანაკლებ ეფექტური არის სხვა საშუალებები, რატომღაც ჩვენ ქალებს ერთადერთი სპირალი. მე ახლა სპირალის ფასეულობას როგორც კონტრაცეპტივისა ეჭვის ქვეშ არ დავაყენებ, მით უმეტეს ეს პლაჩემის სფერო არ არის, მაგრამ მაინც ჩემ ინტერესებში შედის ესა. მაგრამ შესანიშნავი მეთოდი არის ჰორმონული კონტრაცეფცია. ანუ ტაბლეტური კონტრაცეფცია, რომელიც სპირალზე უფრო მაღალ ეფექტურია. 100%-იანი არ სპირალი არ არის. ბატონო ზურაბ, მე შემიძლია როგორც ქალმა წარმოვიდგინო ახლა ქალების ფლანგზე რა ხდება. ჩვენი რადიო მსმენელები დაახლოებით რას ფიქრობენ? ნუ ის არის მაინც აბი, ჰორმონია და ჰორმონების მიღება მხოლოდ ვნებს ორგანიზმს. არ არის ესე. მე გეუბნებით იმას, რასაც ისინი ფიქრობენ. ეს საქმეც ასეა და ამას ხელს უწყობს ზოგიერთი გაუნათლებელი უცოდინარი ექიმის, რომელიც არ ფლობს ამ კონტრაცეფციის, ასე ვთქვათ, ხელოვნებას, ხო? საერთოდ უკეთესი არის აი ესეთი დახმარებისათვის მიმართონ არა უბრალო გინეკოლოგს, არამედ გინეკოლოგ ენდოკრინოლოგს. რეპროდუქტოლოგს. იგივეა, ენდოკრინოლოგი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი იგივე. ესე გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგს ეწოდება რეპროდუქტოლოგი.
აი ის უკვე ესე იგი ამას ფლობს სრულყოფილად. ერკვევა ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ერკვევა და სამწუხაროა, რომ აი ესეთი დამოკიდებულება ამ კონტრაცეპტივისადმი ეს არის ერთ-ერთი მითი, რომელიც ჩვენ ვეცადეთ რომ დაგვიწყურია, მაგრამ არ გამოდის, იმიტომ რომ ამას ეწინააღმდეგება რა არის, იცით, უნდა იყოს რაღაცა კრიტიკული მასა. ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, ესეთი წინააღმდეგობის წერტილები, წინააღმდეგობის კუნძულები, ერთ-ერთი ჩვენა ვართ რა. ვერ აგვიღეს ჯერ, ვერც აგვიღებენ იმედი მაქვს. ესე იგი არის ეს მაგრამ წინააღმდეგობის კუნძული შეუძლებელია ბრძოლაში და ომში გამარჯვებული იყოს. მისი მოვალეობა არის რომ რაღაცნაირად აი თავისი მაგალითით სხვები აიყოლიოს და მერე დაიწყოს ესე იგი მასიური ასე ვთქვათ შეტევა. იმისათვის რომ მივახციოთ ჩვენ გამარჯვებას, ხო? მაგრამ ეს არ ხდება. იმის ხელშეწყობის მაგივრად ხელი შეშლა ცალკე სახელმწიფოდან, ცალკეული ასე ვთქვათ ლობისტური ჯგუფებიდან რა და მათ შორის ჩემი კოლეგებიდან, რაც საერთოდ ნონსენსია რა. ნონსენსია ეს რა, ხო, ექიმი არ ვიცი. ბატონო, ძალიან ბევრი SMS-ი არის მოსული, გვილოცავენ ხვალინდელ დღესაც ნინოობა არის ხვალ და მეც სიამოვნებით გილოცავ და საკუთარ შულსაც ვილოცავ ნინო. მადლობა, ჩემ შულსაც ნინო ქვია. და გარდა იმისა, რომ ნინო ქვია, ხვალ აქვს დაბადების დღე ზუსტად ნინოობას გაჩნდა. ხო, გილოცავთ ყველაფერს, გადავრჩით ხალხნო, ისინი დაბრუნდნენ. ძალიან გვანერვიულეთ, არ მჯერა რომ თქვენ ხართ და თქვენ გენაცვალეთ, მადლობა. ხო, ვარ გოგო და ვერ განვიცდი ორგაზმს და დაფეხმძიმებაში ხელს ხომ არ შემიშლის, გვეკითხება მსმენელი. წესით არ უნდა შეუშალოს ხელი, იმიტომ რომ პირდაპირი კორელაცია არ არის, მაგრამ საერთოდ სქესობრივი აქტის ფუნქცია, სქესობრივი ჩვენ ხო ვიცით რომ სექსი მარტო არ არის პროკრეატიული, რეკრეატიული ფუნქციაც გააჩნია მას. სიამოვნებაც უნდა მიიღოს კალმა სექსისგან, გარდა იმისა რომ გამრავლებას ხო, მაგრამ მისი კითხვა მხოლოდ ამას შეეხებოდა, რომ შეუძლია, რა თქმა უნდა, შეუძლია. როგორ მომენატრეთო, რახანია გელუდებით, მადლობა რომ არსებობ, ძალიან გვიყვარხართო. ქალბატონო დაფნა, შენ ჟურნალისტი ხარ თუ ექიმი სექსოლოგი? გვეკითხება რადიო მსმენელი. ჯერს ერთ ეს შენობით უცხო ადამიანს რომ იმეცოლოგი სექსოლოგი კონსულტანტია. არა, მე ჟურნალისტიც არ ვარ და სექსოლოგიც არ ვარ. თუ ახლა ძალიან ვაკონკრეტებთ, მაგრამ ეთყობა რაღაცაზე გაღიზიანდა რადიო მსმენელი და მე მართალი არ მესმის რაზე, მაგრამ ისეთია ცოტა პროვოკაციული ინტონაცია აქვს, იმიტომ რომ ბოლოში ესე რომ მიაწერა, უკვე გასაგები რაღაცა ჩემგან არ მოეწონა. არა ვარ ჟურნალისტი განათლებით სხვათა შორის და არც ვიბრალებ და არც ვამბობ, რომ ექიმი სექსოლოგი მით უმეტეს არ ვარ. თეოდორ დრაიზერის რომანზე რა სიტყვითო? თუ გაქვთ წაკითხული ამერიკული ტრაგედია? მე არ მაქვს წაკითხული. ბავშვობაში მაქვს წაკითხული, მართალი გითხრათ. გახსოვთ რამე იქიდან? ცოტა რაღაცეები მახსოვს. რა კონტექსტში არის ეს კითხვა დასმული? კლაიდი ერქვა მთავარ ოფნეთ პირს. თქვენ როგორ გიხსენებთ? არა მაქვს, არა, ნამდვილად ის ძალიან დიდი. არა, ცოტა დაგვიკონკრეტოს რამე ჩვენს გადაცემის თემასთან თუ არის რამე კავშირში? ამერიკული ტრაგედია, ტრაგედია, ახლა იქ რაღაცა სიყვარულიც არის, ყველაფერი არის, მაგრამ ახლა მაგალითად თეოდორ დრაიზერის არის მკვეთრად გამოხატული სოციალური მიმართულების მწერალია. ამიტომ იყო ძალიან პოპულარული. მე მაგალითად ბავშვი როცა ვიყავი, მეგონა რომ ამერიკაში ერთადერთი მწერალი იყო თეოდორ დრაიზერი, მეტი არ არის. აქ იყო ძალიან იმდენად გამოიცემოდა, ესე იგი ყველაფერი. მასიურად, კი. ყველაფერი რა. მხოლოდ და ისიც ესე იგი ამერიკული ტრაგედია რა. იმიტომ რომ ბევრი რამე შავად არის ნაჩვენები რა. ხო და ამ დროს თურმე ამერიკული ლიტერატურა აყოფილა. ეს მოგვიანებით ესე იგი შევიტყვეთ. არა, მე ბავშვი ვიყავი მაშინ, არა, უბრალოდ ეხლა ბავშვი რა არის, ძალიან სენსიტიურია, რაც ყველაზე უფრო ესმის, რასაც ხედავს და აი როგორც საბჭოთა ესტრადაში იყო ალა პუგაჩოვა და სხვები რა. ესე იგი პრომოუშენი ხო ესეთი იყო, არა? პუგაჩოვა და მერე იყო დანარჩენი რა, 97% და დანარჩენი ყარტაყურტა რა. აი ესე იყო ამერიკული ლიტერატურა საქართველოს იმას საბჭოთა კრიტიკაში. თეოდორ დრაიზერი იყო ჯერ ყველაფერი და მერე ესე იგი ფრენსის სკოტ ფიჯერალდი და ჯეკ ლონდონი და
თომას ვულფი და ასე ჩვენი გადაცემის პირველი ნახევარი ამოიწურა მართლა ძალიან ბევრი SMS-ია დღეს და კიდევ მეც ველოდებით სიამოვნებით ნომერზე 917778 გავდივართ პატარა ჭრა გვაქვს საინფორმაციო ამინდი მოვისმინოთ აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია და მე შემოგიერთდებით და განვაგრძობთ თქვენ SMS-ების ამინდი ვისაც კითხვა უყვარს შეიძლება მოულოცოთ თოვლი არა თოვლი მოსალოდნელია სხვა შორის თუ მოსალოდნელია და ნახოთ 917778 ისარგებლეთ ამ მომენტით და ვაი მაშინ კომუნალურ სამსახურებს თბილისის მერის კომუნალურ სამსახურებს და ვუი ჩვენ რადიო იმედის ეთერშია გადაცემა აკრძალული ხილი საუბრების სექსზე და არა მხოლოდ 16 წლამდე ასაკის მოზარდები ყოველი შემთხვევისათვის მოაცილეთ რადიო მომღერლებს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და სიამოვნებით გეტყვით საღამო მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო ეთერშია რადიო იმედის ყოველკვირეული ток-შოუ სახელწოდებით აკრძალული ხილი რომელიც ეთერშია ყოველ სამშაბათს 10 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე. გადაცემის ფორმატი გულისხმობს კითხვებზე პასუხსაც რომელიც გადაცემის მეორე ნაწილში ხდება ხოლმე და თქვენ თუ ახლახანს ჩართეთ თქვენი რადიო მიმღებები ზუსტად აი ამ მეორე ნაწილს შემოუსართ. ბატონო ზურაბ წარმოგიდგენთ სექსოლოგიის გურუს საქართველოში ბატონ ზურაბ მარშანიას რომელიც მაგიარ თქვა ჩემ კოლეგებს ნუ გადამკიდებ დაფნა არაფერი გურუ მე არა ვარ მე ვარ რიგითი სექსოლოგიის გურუ ხართ ჩვენთვის ბატონო ზურაბ ჩვენთვის ხართ ჩვენი რადიო მსმენელების ჩემი კოლეგების გვერდით რომელიც მძიმე ასე ვთქვათ შრომას ჯაფა გადგას ყველაზე მძიმე და მოკლედ კიდევ ერთხელ მოგესალმებით მე დაფნა გახლავართ ჩვენი SMS ნომერი კი გახლავთ 917778 ნებისმიერი მობილური ოპერატორის სარგებლობისას შეგიძლიათ გამოგზავნოთ SMS-ი ერთადერთი თხოვნა აი კიდევ მოვიდა რამდენიმე SMS-ი რომელიც ამოკითხვის საშუალებაც არ იქნება ხო ქართული შრიფტით არის როგორც ჩანს აკრეფილი და სამწუხაროდ ეს პროგრამა რომელიც SMS-კო რომელიც გვემსახურება ხო სამწუხაროდ ქართულ შრიფტს ვერ ცნობს ამიტომაც თუ შეიძლება ლათინური ასოებით გამოგზავნეთ შეკითხვა 917778 მოკლედ ეს ის პერიოდია როდესაც ბატონ ზურაბი კითხვებზე პასუხს სცემს ბლიცის დრო მოვიდა არა ბლიცის დრო არ მოვიდა არა ჯერ ახლა დაიწყო მეორე ნახევარი და საკმაოდ დრო გვაქვს ჩვენ რამდენიმე კითხვას უკვე გავეცით პასუხი საღამო მშვიდობის მაინტერესებს მარტო მამაკაცზე თუა დამოკიდებულიო ბავშვის სქესი თუ დედაც თამაშობს რაღაც როლსო გვეკითხება რადიო მსმენელი არ არის მამაკაცი და ქალი ბავშვის სქესი ეს დამოკიდებულია ასე ვთქვათ ქრომოსომების ესე იგი კომბინაციაზე და ეს აქ ძალიან მარტივი ლოგიკაა ბატონო ზურაბ მე ამ ადამიანს მესმის არიან მსმენელები რომელთა მე არ მესმის და შეიძლება ის გამიწყრა მე ერთი რადიო მსმენელი შეიძლება მისი SMS-ის მიმართ ცოტა ისეთ დამცინავი ტონი თუ მქონდა მაგრამ არიან ადამიანები რომელთა შეკითხვები მე მესმის მამაკაცებს რახან სპერმატოზოიდიდან ჩნდება ბავშვი აბსოლუტურად წარმოდგენა აქვს რომ მხოლოდ მამაკაცი არის ბავშვის სქესი დამოკიდებული არა ესე არ არის ეს არის ორივე პარტნიორის როგორც ქალის ისე მამაკაცის ასე ვთქვათ ქრომოსომების კომბინირების შედეგი და ეს რა თქმა უნდა არის სპონტანური ამისი წინასწარ განსაზღვრა რა თქმა უნდა არ შეიძლება არც არის საჭირო გოგოც კაია და ბიჭიც კაია თუ შეიძლება ერთი შეხვედრით პარტნიორი დაფეხმძიმდესო შეიძლება მოგესალმებით გილოცავთ ყველაფერს ერთად ბატონ ზურაბთან მაქვს ასეთი შეკითხვა ვარ 27 წლის ბიჭი მაქვს ნადრევი ეაკულაცია 10-15 მოძრაობა და ვასრულებო აქცო თან მაქვს თვეში 3-4 ჯერ თუ არსებობს რაიმე წამალი რომ დავლიო სანამ ექიმთან მივალ რომ კიდევ არ გართულდეს სიტუაცია და საერთოდაც თუ იქნება ეს დაავადება არ გართულდება სიტუაცია თუ მიხვალთ გენაცვალე ექიმთან, სექსოლოგთან, რა თქმა უნდა და ჩაიტარებთ კვალიფიცირებულ მკურნალობას ნაადრევი ეაკულაციის. ნაადრევი ეაკულაციის მართვა შესაძლებელია. მართვა ეს განკურნებაც არის, მაგრამ ახლა უფრო დეტალურად ესე იგი ექიმი მოგაწვით ინფორმაციას ამის თაობაზე. არის რა თქმა უნდა მედიკამენტები, რომელიც ეფექტურად, ასე ვთქვათ, ზემოქმედებენ ამ
სექსუალურ დისფუნქციაზე, ამ სქესობრივ დარღვევაზე, მაგრამ ესე იგი რადიოში ჯერ ერთი ამის თქმა არ შეიძლება და მეორეც ერთი რადიოთი მკურნალობა არ შეიძლება, ეს კაშპიროვსკი არა ვარ მე. და მეორე კიდევ მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი მედიკამენტოზური საშუალებები არიან რეცეპტურული, ასე ვთქვათ, ჯგუფიდან. ექიმის რეცეპტის გარეშე თქვენ ამ პრეპარატს ვერ შეიძენთ. ამიტომ თუ არ გინდათ გაღირთულდეთ არა და შორს წავიდეს დროზე მიბრძანდით ექიმ სექსოლოგთან. შემდეგი შეკითხვა ასეთია: ვარ 30 წლის გოგო, დაოჯახებული, სექსის მოთხოვნა მაქვს ძალიან დაბალი და შეიძლება თუ არა ვიაგრა მივიღო თუ რაიმე სხვა პრეპარატი თუ არსებობს? ვიაგრის მიღება რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ შედეგი იქნება ნულოვანი. უამრავი გამოკვლევები მოწმობს, რომ ქალებზე ვიაგრას არანაირი ზემოქმედება არ აქვს არც აგზნებადობაზე და არც სხვა რაღაც პარამეტრებზე ქალის სექსუალური ფუნქციის. ესეთი პრეპარატი, ჯერჯერობით არ არის რა მოგონილი, რომელიც სექსის წინ იძლევა ისეთივე ეფექტს, როგორც იძლევა ფოსფოდიესტერაზა 5-ის ინჰიბიტორები. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ზემოთ დასახელებული პრეპარატი. მაინტერესებს თქვენი აზრი, თუ ადამიანი საპირისპირო სქესზე არ იფიქრებს, მაინც გაუჩნდება თუ არა სურვილი, ანუ ფიქრი წარმოშობს სურვილს თუ სურვილი ფიქრს? ესე იგი ქათამი იყო პირველად თუ კვერცხი, ხო? ძალიან კაი კითხვა, მომწონს. ფილოსოფიური, ამაზე დიდი ფილოსოფიური ტრაქტატიც დაიწერება, მაგრამ ეს უკვე სექსოლოგია არ არის. წარმოშობს სურვილს თუ სურვილი ფიქრს? ეს არ არის სექსოლოგია, ეს ფილოსოფიაა. თუმცა უდაოდ, ასე ვთქვათ, ორიგინალური კითხვა არა. მოგესალმებით ბადნუზურობ, მაინტერესებს მამაკაცებში ხშირად ალკოჰოლის მიღება რამდენად იწვევს იმპოტენციას ან უშვილობას? გთხოვთ მიპასუხოთ და რო არ გთხოვთ მაინც არის იცით გიპასუხებთ რა თქმა უნდა, მაგრამ მე არ მინდა რაღაცნაირად სხვათა შორის ტრავმირება რადიომსმენელისა შესაძლებელია ადვილად. ამიტომ მე ამ ტრავმირებას რაღაცნაირად ვეცდები რომ ავარიდო თავი და უბრალოდ ვიტყვით რაღაცას. შედარებით ზოგადად ალკოჰოლის ჭარბი მიღება და მით უმეტეს დამოკიდებულების განვითარება ალკოჰოლზე, ანუ ქრონიკული ალკოჰოლიზმი, რომელიც თავისთავად მძიმე დაავადება. ესე იგი, არის სერიოზული რისკ ფაქტორი სექსუალური დისფუნქციებისა და საერთოდ სქესობრივ სისტემაზე უარყოფითი ზემოქმედების თვალსაჩინით რა. მათ შორის სპერმის ფუნქციაც მსხვერპლობაში. შემდეგი კითხვა. მოგესალმებით, მაინტერესებს უსიყვარულო სექსზე რა სიტყვითო? თქვათ გათხოვდა ქალი უსიყვარულოდ, ღირს თუ არა ასე ოჯახის შექმნა და მომხრე ხართ თუ არა თავისუფალი სექსის? რაც შეეხება ღირს თუ არა, თითოეულმა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს რა. მოდით ესე იგი ჩვენ გავკითხავთ და განვიკითხავთ ნურავის. თუ ადამიანს სურს, ასე ვთქვათ, შექმნას ოჯახი უსიყვარულოდ, ბევრს შეუქმნია და მერე შეყვარებია მისი, ასე ვთქვათ, გულის მისი, ასე ვთქვათ, მეუღლე და ბედნიერადაც ცხოვრობს. ისტორიამ, ლიტერატურამაც და რეალურმა ცხოვრებამაც უამრავი ესეთი მაგალითი იცის. რაც შეეხება უჭერ თუ არა მხარს თავისუფალ სექსს, ხო? თითოეულმა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, ესე იგი, არის ის თავისუფალი სექსის ასე ვთქვათ, მომხრე თუ არა და საერთოდ რა არის ეს თავისუფალი სექსი? სვინგერების მოძრაობა? მე მაგალითად არ უჭერ მაგას მხარს. არა, კითხვიდან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ ადამიანს უნდა სექსი, მაგრამ მხოლოდ უსიყვარულოდ გათხოვების შანსი აქვს. ამიტომაც საინტერესოა ჩვენი გადაწყვეტილება. მან თვითონ უნდა მიიღოს, ჩვენ გადაწყვეტილებას მის ნაცვლად ვერ მივიღებთ. მოგესალმებით დიდი სიყვარულით, მაქვს ნაადრევი ეაკულაცია, საშუალოდ რამდენი ჯდება გამოკვლევა და პლუს მკურნალობა ერთად. გთხოვთ საშუალო თანხა მაინც მითხრათ. ხშირად ვიმეორებ ხოლმე რა, ესე იგი რა არის, იცით ახლა ადამიანი ყოველთვის უნდა ერიდებოდეს ექიმის გაღიზიანებას. ესე იგი ექიმს ისეთი კითხვები არ უნდა დაუსვა, რომ ესე იგი გააღიზიანო რა, იმიტომ რომ არ არის კარგი ექიმის მასწავლებლის გაღიზიანება, ხო არ არის კარგი, ხო მართალია რა, პედაგოგის. ეხლა რაზე გაღიზიანდეთ? სამი კითხვა არის, რომელიც ექიმს აღიზიანებს. პირველი კითხვა. რამდენს იღებ? როდის მომარჩენ? არა, როდის მომარჩენ? მეორე კითხვა. მაძლევ თუ არა გარანტიას, რომ განვიკურნები? და მესამე კითხვა ყველაზე უფრო გამაღიზიანებელია, რა დამიჯდება?
რა დამიჯდება ეს კითხვა ექიმზე კი არ არის განკუთვნილი, ეს არის ბუღალტერზე, ეკონომისტზე და ასე შემდეგ, ფინანსისტზე რა, გავიგოთ რა ეგეთი რაღაცა რა. ფარმაცევტის კითხვაც არ არის. არა, თქვენ რაღაცას რო გამოუწერთ, ფარმაცევტი ეტყვის რა ღირს, თქვენ იცით ყველა პრეპარატის რა თქმა უნდა არა. არათუ უნდა ვიცოდე, ახლა თუ დაახლოებით კი ბატონო, რომ რაღაცნაირად პაციენტის ჯიბეს გაუფრთხილდე რა, უნდა გააფრთხილო, რომ ეს ძვირადღირებულია ესეთი შედარებით, მაგრამ ფასები და რა დამიჯდება და კარგით რა. ბატონო ზურაბ, ჩემი და ჩემი პარტნიორის სექსზე დასწრა. შეგვიძლია უთხრათ, რომ ნაადრევი ეაკულაციის კურნალობა ძვირი არ ჯდება. ხო, ნუ ალბათ აი ამის გაგონება უნდა. აი ეს კი. მაგრამ მე კიდევ ერთ მახსოვს ერთი რადიომსმენელი გწერდა, აი ძვირი და იაფი, ნუ ჩვენ ყველა სხვადასხვა შეგრძნება გვაქვს, ხო, ვიღაცისთვის 5 ლარია ძვირი და ვიღაცისთვის 300 ლარი არის იაფი. ხო და ნუ ხო, ცოტა უხერხული შეკითხვა გეთანხმებით. ბატონო ზურაბ, ჩემი და ჩემი პარტნიორის სექსზე დასწრება უნდა ჩვენ საერთო მეგობარ გოგოს გწერს რადიომსმენელი. რამე არის ცუდი ამაში? თუ არა, რომ მხოლოდ დაგვესწროსო. იცით რა, სექსი და ყველაფერი სექსთან დაკავშირებული, ეს არის ნებაყოფლობითი თავიდან ბოლომდე. და ძალიან ინტიმური. და ძალიან ინტიმური თავისთავად. ეხლა თუ ამ ადამიანს და მის პარტნიორს მიაჩნია, რომ ეს ინტიმურობის ფარგლები არ არის საკმარისი მათთვის და უფრო მეტ აგზნებას მაშინ მიიღებენ, თუ ვიღაცა დაესწრება და ესე იგი შეხედავს მაგათ სექსს, რა, ეს მათი გადასაწყვეტია რა. მაგრამ ეხლა ჩვენ რეკომენდაცია ну, რა ვიცი, შეიძლება უერისტია, არ ვიცი ახლა, პარაფილის ერთ-ერთი სახე. მაგრამ ასე არის თუ ისე იგი. ბატონო ზურაბ, უერის მარტო ყურება აღაგზნებს. მარტო ყურება კი. იმას არ უნდა იქ ჩართვა მესამეთ არ უნდა ყოფნა. არ უნდა, როგორც წესი მასტურბაციას ეწევიან ისინი. ну, ახლა უერიზმის სხვადასხვა სახეები არსებობს, არის ზოგიერთი მაგალითად, რომელიც უფრო სიამოვნებას ღებულობს ფარულად როცა უყურებს და ზოგიერთი ღიად. კი ბატონო, შემდეგი კითხვა ასე ჟღერს, ვარ 30 წლის მამაკაცი, ყოფილ ვარ რამოდენიმეჯერ ქალთან, მაგრამ მაინც გამუდმებით ვანთხევ, წლებია და რაიმე საშიში ხომ არ არის. მასტურბაციას ეწევიან. ну, რა უნდა ვთქვათ ახლა ჩვენ 30 წლის კაცი რამოდენიმეჯერ ყოფილა ქალთან. დროა რომ სქესობრივ ცხოვრებას ეწეოდეს და არა მასტურბაციას, აი ეს შემიძლია ვთქვა რა. ბატონო ზურაბ, ერთი უცნაური შეკითხვა მაქვს თქვენთან. კამათელი სექსთან რაიმე კავშირში არის? რა ვიცი, კამათელი ნარდთან არის კავშირი, ესე ვიცი. აი კითხვა არის ასეთი მოსული, რა არის კამათელი სექსის დამხმარე საშუალება თუ წამალი? რა ვიცი, კამათელი ვიცი, ნარდის კამათელი. მეც ნარდი ვიცი, მეტეორუსი. დაგვიკონკრეტეთ რა, თუ შეიძლება ციფრებს რადიო რა, ну, ისწავლოთ ცოტა. გამარჯობა, შესაძლებელია კაცის სპერმა 0-0 არ გაიკურნოსო? სამწუხაროდ შესაძლებელია. ეს ითვლება, ასე ვთქვათ, სპერმატოგენეზის დარღვევის მძიმე ფორმად ითვლება, როდესაც ნულოვანია სპერმატოზოიდების კონცენტრაცია და რაოდენობა მთლიანად ეაკულაციაში აზოსპერმია ქვია მაგას, რა თქმა უნდა. ბატონო ზურაბ, შევწყვიტოთ ერთი წუთით, მოკლე საინფორმაციო გამოშვების დროა ჩვენს ეთერში, შემდეგ დავუბრუნდეთ. აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. და გადაცემის ბოლო ნაწილი, სადაც მოგვიწევს ცოტა უფრო სწრაფად ბლიცი. საღამომშვიდობის ბატონო ზურაბ, ვარ 25 წლის გოგო, მყავშეყვარებული, რამოდენიმე წელი ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ ოჯახის შექმნას. ოჯახური სოციალური და ასე შემდეგ მიზეზების გამო. ამასაკში არ ქონა სექსის არ ქონა არის თუ არა პრობლემა 25 წლის გოგო გწერს. რა თქმა უნდა არ არის პრობლემა ახლა, მაგრამ ნუ ახლა თავისთავად გასაგებია ეფერებიან ერთმანეთს სექსის გარეშე. დაუკმაყოფილების გზნობა აქვთ მათ, ხო? ესე იგი შემოიფარგლებიან მხოლოდ პეტინგით, ანუ ალბათ ეხახუნებიან ერთმანეთს, ეფერებიან, პეტინგი არის, ეს არის სქესობრივი ცხოვრების სუროგატული, სექსის სუროგატული ფორმა არის. ახლა სუროგატი ყოველთვის ცუდია, ვიდრე ნატურალური პროდუქტი, ხო? ორიგინალური პროდუქტი. სულ მინდა მქონდეს სექსი 31 წლის ვარ და არ მწყინდება, ნორმალურია თუ არა? ნორმალურია. უბრალოდ პრობლემა არის, რომ სექსუალურმა პარტნიორმაც ესე მოინდომოს სულ რა და მაშინ ეს იქნება იდეალური წყვილი.
სექსოლოგია საქართველოში უყურებენ როგორც სიბინძურეს, მას სუფთა თვალით არ უყურებენ, ეს მოიტანა საზოგადოების ისეთმა ფენამ, რომელმაც გაარყუნეს და დააბინძურესო ყველაფერი. ადამიანში ვნება ღმერთის მიერ არის ჩადებული, რათა ახალი სიცოცხლე გაჩნდეს. აი კომენტარი ჩვენ რადიო მსმენელისგან არ იყო კითხვა. არ შეიძლება არ დავეთანხმო რა. ბატონო ზურა პატრიციამით მსმენელისგან. და უაღრესად, ასე ვთქვათ, აი სიღრმისეულად არის გადმოცემული პრობლემის არსი. ვარ 50 წლის, ხანდახან ვხმარობ თქვენ ციცით რას. სექსი რო უფრო ხალისიანი იყოს, ჯანმრთელობაზე ცუდად ხო არ იმოქმედებსო? იცით რა, მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება მათ შორის ერექციის გასაუმჯობესებლად, ეს არ არის, ასე ვთქვათ, სათამაშო მედიკამენტები რა. მათ გვერდითი ჩვენებებიც აქვთ, მათ აქვთ შეზღუდვები, ესა თუ ის. ამიტომაც, როცა არსებობს მედიკამენტია რა, ეს მედიკამენტი უნდა გამოწეროს და დანიშნოს ექიმმა. და აი ეს პრეპარატი, რომელსაც ის იყენებს, მე ამ მსმენელს ვთხოვ, ყუთი ამ პრეპარატისა კარგად დაიჭიროს და წაიკითხოს, რა წერია. გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის ესე იგი დანიშნულების მიხედვით. ექიმმა უნდა გამოწეროს ეგ არა. მაინტერესებს რომელი ხილია ყველაზე ადვილად აგზნები, რომელიც ზრდის სექსუალურ ტოლვას. ან რამდენად მართალიაო? მარცხვი. ეჭვი მეპარება. მაგრამ საერთოდ არა, ნუ აფროდიზიაკები ქვია ამას და ნუ ახლა აფროდიზიაკი ხილი ეხლა ცოტა ნაკლებად. ყველა ხილი კარგია პრინციპში რა, მაგრამ საერთოდ ეს ლიტერატურაში, ასე ვთქვათ, სკაბრეზულ ლიტერატურაში, ეროტიკულ ლიტერატურაში ესეთი ეფროდიზიაკული ეფექტი, ანუ ამგზნები ეფექტი ყოველთვის მარცხვთან არის დაკავშირებული რა. უფრო ფერთან მე მგონი და ფორმასთან. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მთლიანად კომპლექსში რა. ჩემი აზრით რა. ვარ 24 წლის გოგო. თავს ვგრძნობ ძალიან ხანდაზმულად. ცოტა ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. არც ისე უსაშველო. არაფერი მიხარია. ყოველი დღე იწყება უბედურებისგან. რა? ერთი წუთით SMS-ები არ მე მგონი არეული. უბედურებისგან ცდით. სახლის დალაგებასაც ვერ ვართმევ თავს. სოციოფობია მაქვს. ენდოკრინული სისტემის მხრივ ჯანმრთელი ვარ. ვაიმე, კითხვა რაში მდგომარეობს? არ ვიცი. ბედნიერი ვიქნებოდით, რომ დავხმარებოდით, მაგრამ ცოტა გაუგებარია, ცოტა ქაოტურია წერილი. მეგონი ესა დეპრესიული ადამიანი. შესაძლებელია. საერთოდ ასე დროს ჯობია არა სექსოლოგთან მისვლა, არამედ ფსიქიატრთან. 25 წლის ვარ, მაინტერესებს, როდესაც ეგრეთ წოდებულ პატიოსან გოგოსთან, დიდი ხნის მეგობართან მსურს დაოჯახება. და ვიცი რომ ვერ ვხიბლავ, ტოლვა არ გააჩნია ჩემს მიმართ და როგორც ნაცნობს ისე მიყურებს და მაინტერესებს რით გავაგიჟო და ეგრეთ წოდებულ ჩემ ფლობაში როგორ მოვიყვანო და შემდეგ მეც გაბედულათო შევთავაზებ ხელსო. ეხლა ჩემთვის ძალიან რთულია ეს ყველაფერი. მადლობა. ნუ რაღაც დაბედის მონახევრია, უნდა ეცადოს. აი ჩემს ფლობაში როგორ ჩავაგდო ეს. იცით რა, ახლა უპირველეს ყოვლისა, ადვილი არ არის, ქალის გულის მოგება ადვილი არ არის. მაღაზე რეცეპტები არ არსებობს. უბრალოდ ადამიანი როცა უყვარს იმ ადამიანისთვის, ბევრი რამისთვის მზად არის მამაკაცი. და მე ვფიქრობ, რომ ადრე იქნება თუ ბიანეს დაფასებული იქნება ქალისაგან და დანახული. ქალი არ არის უმადური რა. მამაკაცი ხშირად არის. ბატონო ზურაბ, ასეთი კითხვა მოვიდა ჩვენთან Facebook-ის გვერდზე. ერთი რაღაცა მაინტერესებსო. როდესაც ტვინის სიმსივნე გაქვს, ქალთან დაწოლა შეიძლება თუ არა? ზოგ შეიძლება კითხვა გაუჩნდეს თუ სიმსივნე გაქვს, რა სექსი აგიტყდაო, მაგრამ მაინცო. იცით რა, აქ მაინც უნდა თავისი სიტყვა უნდა თქვას ნეიროქირურგმა და ნევროლოგმა აუცილებლად, იმიტომ რომ თუ არის ინტრაკრანიალური, ანუ ქალის შიდა წნევა რა, ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია, ქალის შიდა წნევა თუ მომატებული, მაშინ შესაძლებელია იყოს რაღაცა შეზღუდვები ლოგიკური, მაგრამ ასეა თუ ისე ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პირველ რიგში ნეიროქირურგმა და ნევროლოგმა.
ბატონზურაბ, ისე Facebook-ს რომ დავუბრუნდეთ, ჩვენ სანამ ეთერში არ ვიყავით, მოვიდა ორი ახალგაზრდასგან დაახლოებით ერთზე იგივე შინაარსის წერილი. გვწერენ რომ ბოლო დროსო ძალიან გამეზარდა პენისიო. ერთს აქვს 22 სანტიმეტრი, მეორეს 25 სანტიმეტრი. რას ნიშნავს ბოლო დროს? აი ბოლო დროს გამეზარდა. რამდენიმე დღეში თუ რამდენიმე საათში? არ ვიცი, ვერ გეტყვით, ახლა ესე არ დაუკონკრეტებია, მაგრამ გამეზარდა ბოლო პერიოდში. აი ეს ზრდა ერექციაში ხო არ ეშლება? გამორიცხულია ეგეთი რაღაცა რა. იყო პატარა გახდა დიდი. ზრდა და დაპატარავება პენისისა არ ხდება. 25 სანტიმეტრი მაქვსო და ქალსო ვატკენო. აქვს ახლა ატკენს რა თქმა უნდა. ატკენს. მაგრამ გამოსავალი ყველა სიტუაციაში შეიძლება. რა თქმა უნდა ოპერაცია გამოსავალი არ არის, მაგრამ არის გამოსავალი სიყვარული და სწორი მიდგომა და ტექნიკა, სექსის ტექნიკა. ვარ 40 წლის ქალი, 20 წელია უსაყვარლოდ ვცხოვრობ, ასე რომ ვთქვათ, იძულებით. მთელი ამ ხნის მანძილზე ყველა კაცის დანახვა მაღიზიანებდა. ეხლა შემიყვარდა ჩემზე 15 წლით უმცროსი მამაკაცი და როგორ მოვიქცე, ცოდვაში ხორმარ ჩამეთვლება. სექსი საერთოდ არ მაინტერესებს, უბრალოდ სიყვარული მინდა. ნუ იცით ახლა ცოდვა და რაღაცა ალბათ მისამართი ცოტა სხვა არის რა. ცოდვა არის თუ არ არის ცოდვა, უნდა ტაძარში გაარკვიოს ადამიანმა მოძღვართან და სექსოლოგთან ნამდვილად არა რა. 60 წლის ქალი თუ შეიძლება გათხოვდეს უკვე კითხები. რატომაც არა. გამარჯობა ბატონზურაბ, მაქვს ერთი შეკითხვა, ალბათ ამ წამალს არ იტყვითო. პრეპარატი, ამას ხო ვერ წავიკითხავ. მე და ჩემ ქმარს 10 დღეში ერთხელ გვაქვს სექსი და ეს მე არ მომწონდა. შეიძლება პრობლემა ქონდეს მამაკაცო? იცით რა, 10 დღე ახალგაზრდები არიან მე ესე ხვდები, ხო? არ ვიცი, აბა რა გითხო. თუ ახალგაზრდები არიან, თუ ეს ხანში შესული, ასე ვთქვათ, წვილია, არაფერი პრობლემა არ არის 10 დღეში ერთხელ. ეს არ არის იშვიათი სექსი ხანში შესული წყვილისთვის, ახალგაზრდისთვის იშვიათია. მაშინ უნდა ვეძებოთ რაღაცა პრობლემები რა. ეს იქნება მამაკაცში თუ ქალში. და საერთოდ როცა ქალი უკმაყოფილოა უკაცრავად. უკვე ესე იგი ეს პრობლემაა რა და ამას ჭირდება სექსოლოგის ჩარევა. და ბოლო კითხვა ჩვენ დღევანდელი გადაცემის, როცა ნულზე აქვს კაცს სპერმა, ნუ ეთყობა იგივე რადიო მსმენელი. ხო, ურთიერთობაშიო ხელს შეუშლისო. არა, რატო? ნუ უბრალოდ რატო? ესე იგი სპერმის ხარისხი არ არის, ასე ვთქვათ, კავშირში ერექციასთან და სქესობრივ ფუნქციასთან. არ არის პირდაპირ კავშირი. თუ რა თქმა უნდა, იქ არ არის რაღაცა მძიმე ენდოკრინული დარღვევა, თუ არ არის მაგალითად ანდროგენო დეფიციტი, მაგრამ ნუ ახლა შორს წავალთ ჩვენ ამ სიტუაციების. ახლა პირდაპირ კორელაცია არ არის. დავასრულეთ ჩვენ დღევანდელი გადაცემა. ვინც ვერ მოასწრო დღეს კითხვის დასმა შეუძლია SMS-ი გამოაგზავნოს. დევიქნებით ერთ კვირაში. თუ უფრო სწრაფად გინდათ პასუხის მიღება, დაგვიმეგობრდით Facebook-ზე და პირადში მოგწერეთ ბატონზურაბის და გვარად სწრაფად გაგცემთ კითხვაზე პასუხს. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გველოდებოდა, ვინც გვისმენდა, ვისაც უყვარვართ, ვინც გვეხმაურება და მომავალ შეხვედრამდე სასიამოვნო ღამის გადარებას გისურვებთ. ძირინებისა ძვირფასო რადიო მსმენელებო. რადიო იმედის ეთერშია გადაცემა აკრძალული ხილი. საუბრები სექსზე და არა მხოლოდ. აკრძალული ხილი. 16 წლამდე ასაკის მოზარდები ყოველი შემთხვევისათვის მოაცილეთ რადიო მომღერლებს.